ნინო კალანდაძეა ჩვენი სტუმარი, მოგესალმებით კალტონინო, მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. 15-ში საბჭოზე, როგორც ჩანს, უკვე დადასტურებულად არის ეს, რომ მეორე საკითხია საქართველო. რამდენად არის ეს საყურადღებო თემა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც პირველივე დღიდან გვიმტკიცებდა, რომ სანქციები არ მუშაობს, მაგრამ 80% სანქცირებულთა თანამდებობიდან ან გაუშვა, ან დაგვეიდა. საღამოშიდობის მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. უცნაური ის არის, რომ უცნაური ევროპისთვის და უცნაური იმ ხალხისთვის, ვისაც ევროპის ბიუროკრატიასთან შეხება ქონია, ძალიან სწრაფად იცვლება იქაც დინამიკა. დიახ, რაც უჩვეულოა ევროკავშირისთვის, დიახ. იმიტომ რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების და განსაზღვრელი ქვეყნების, როგორც არის გერმანია, საფრანგეთი, მთავარი არგუმენტი ყოველთვის არის, რომ რაღაცეები ვერ შეიცვლება, იმიტომ რომ სულ ასე იყო. და ეს საქართველოსთან მიმართებით ძალიან სწრაფად შეიცვალა. მე მახსოვს, მე მგონი შარშან ამ დროს ვიყავი ბერლინში, სადაც შეხვედრები მქონდა და იქ საუბარი იყო იმაზე, რომ შეუძლებელი იქნება ორმხრივი სანქციების დაწესება, იმიტომ რომ არ არსებობს ერთიანობაზე უფრო მაღალი პრინციპი, რომელსაც ევროკავშირი დაიცავს და გერმანია იქნება პირველი, ვინც ამის წინააღმდეგი იქნება და რამდენიმე თვეში გერმანიამ პირველმა დააწესა ორმხრივი სანქციები. პერსონალური სანქციები, ანუ ბილატერალური სანქციები, იმიტომ რომ მათ ვერ დაითანხმეს უნგრეთი და სლოვაკია. ამით რისი თქმა მინდა? მათ ძალიან აქტიურად უდევთ პულსზე ხელი საქართველოსი. ანუ აქ როგორ მიმდინარეობს პროცესები და რამდენად სწრაფადაც ვითარდება აქ პროცესები, იმდენად ადეკვატურად რეაგირებენ ისინი. ანუ მათი თავისი ფუნდამენტური პრინციპები თუ წესები თუ ნორმები, რომელიც ჩვეულ რეჟიმში მოქმედებს, იმის უგულებელყოფა ხდება იმისთვის, რომ მათ საქართველოსთან მიმართებით ადეკვატური რეაგირება იქონიონ. ეს ეხება ყველა პროცესს, ეხება პოლიტიკურ პროცესსაც, ეხება სამოქალაქო სექტორთან მიმართებით პროცესს, ეხება კანონმდებლობას, რომელსაც ისინი უნდა იცავდნენ და პირველ რიგში ეხებათ რეჟიმის იმ წარმომადგენლებს, რომლების მიმართაც ევროპა ცდილობს, რომ იყოს მაქსიმალურად მკაცრი თავის შესაძლებლობის ფარგლებში, რომ შესაბამისად გააძლიეროს დემოკრატიული მოძრაობა და დაასუსტოს ის ავტორიტარული რეჟიმი, რომელიც ამ დემოკრატიულ მოძრაობას გასახანს არ აძლევს და საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას აფთას უქმნის. აი 15 კაციანი სია იქნებაო ამ ჯერზე და საუბარია იმაზე, რომ აქ თქვენ ვიზაც საუბრობდით პასუხისმგებელ პირებზე, პირველ რიგში იქნებიან მოსამართლეებიო დიდი ალბათობით. ანუ ეს მუშაობს საბოლოო ჯამში, ეს მინდა ვიკითხო აქ ამ რეჟიმის პირობებში. ობიექტურები უნდა ვიყოთ ჩვენც და ლოგიკის ფარგლებში ვიაზროვნოთ, რასაკვირველია, მყისიერად და 2-3 დღეში არანაირი სანქცია არ მუშაობს. მით უმეტეს, რომ მათ შორის ევროპამაც რიგი მიზეზების გამო, ვთქვათ, ტემპი აკრიფა ცოტა უფრო გვიან, ვიდრე მოსახლეობა ამას მოითხოვდა და ვიდრე ეს უფრო ადეკვატური იქნებოდა, ცოტა უფრო ადრე რომ გამოფხიზლებულიყვნენ, მაგრამ მათაც თავისი ნდობა აქვთ იმ სახელმწიფოების, რომელიც წლების მანძილზე მათი სტრატეგიული პარტნიორი იყო და მოკავშირე და ამიტომ ასე მყისიერ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, მაგრამ გრძელვადიან ამოცანას თუ შესაძლოა უფრო საშუალოვადიან ამოცანასაც წარმოადგენს ის, რომ ის სისტემა მოირყეს და დასუსტდეს, რომელიც ძალაუფლების ვერტიკალს ქმნის. ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ რასაკვირველია ჩვენ გვინდა რომ ბიძინა ივანიშვილი პირველ რიგში დასანქცდეს და რაღაცნაირად ზევიდან მოირყეს ეს ვერტიკალი. მაგრამ ამავდროულად მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი არ ქმნის სისტემას. ხო, ბიძინა ივანიშვილი ვერ იარსებებდა, რომ არა ის სამართალდამცავი ორგანოები, რომ არა თუ რაც ქვია საპოლიციო სისტემები, სამართალდამცავი არ ქვიათ მაგათ. რომ არა ის კორუმპირებული მოსამართლეები, რომელიც ამ ვერტიკალს გვერდიდან ამაგრებენ, ხო? რომ არა მისი პროპაგანდისტული თუ სხვა ფინანსური საწესები, ბიზნესები, რომელიც ამ სისტემას ამაგრებენ. ამიტომ მათი რყევაც არის სანქციების ნაწილში, აი ამ მოკლედ თუ საშუალოვადიანი ამოცანის ნაწილი. და გარკვეულ ეტაპზე რა თქმა უნდა ეს თავის შედეგს გამოიღებს. ახლა ჩვენ გვინდა რომ ამან უფრო სწრაფად გამოიღოს შედეგი, იმიტომ რომ ხალხი ქუჩაშია და ყოველდღიურად 20 წლის ბიჭებს 5 წელს უსჯიან. ანუ ეს დრო არ მუშაობს ჩვენზე, ჩვენთვის ეს მტკივნეულია და არის ინდივიდუალური და სუბიექტური ტრაგედიების საგანი. მაგრამ აუცილებლად გამოიღებს ეს შედეგს, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ძლიერი რყევა, ეს არ არის სავიზო შეზღუდვები, ეს არ არის დიპლომატიური პასპორტების ჩამორთმევა, ეს არ არის გადაადგილების შეზღუდვები, ეს არის ფინანსური სანქციები, რომელიც
რომელიც არის განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ბრიტანულ სანქციებზე ვსაუბრობთ, ანუ ორმხრივ ფინანსურ სანქციებზე, ეს არის სანქციები, რომელიც აუცილებლად ჩაითრავს ფინანსურ ინსტიტუტებს და ეს არის ძალიან დიდი პრობლემა პირველ რიგში სისტემის. ქვეყნისთვისაც ვერ დავხოჭავთ ამაზე თვალს, ცალკეული მოქალაქეებისთვისაც, იმიტომ რომ ორ ყველაზე მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტზე დგას ქართული ეკონომიკა, მაგრამ აუცილებლად ჩაითრავს, იმიტომ რომ ეს არის მათი კაპიტალი ბრუნავს, მათი საბჭოთა კავშირი ხო არ არის, ტომარაში ხო არ არის ეს ფული ამოკემსილი და ბალიშებში. ტომარებშიც აქვს, მაგრამ შესაძლოა, მაგრამ სისტემა ვერ ფუნქციონირებს ტომარაში ჩაკეტილი თანხები. ამიტომ ამას უმიზნებს სანქციები ამ შემთხვევაში, რომ მაქსიმალურად აი ტარგეტირებულს, როდესაც ხმარობენ ტერმინს, მაქსიმალურად დაზარალდეს არა საქვეყნო ინტერესი, არამედ იმ კონკრეტულ ადამიანებს შეეზღუდოთ მოქმედების არეალი, რომლებიც უშუალოდ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. როგორც ევროსკოპი წერს, მაგიდაზე რჩება ასოცირების შეთანხმების გადახედვაც და ეს შეიძლება აქ იყოს მოძებნილი, იყოს ვერსია მექანიზმი, როცა არ არის კონსენსუსი ტარგეტირებულ ინდივიდუალურ სანქციებზე, ასოცირების შეთანხმების რაღაც ნაწილის გადახედვით შეიძლება ეს მექანიზმი მოიძებნოსო, არ ვიცი ეს რამდენად დადგება დღის წესრიგში და ასევე უვიზო მიმოსვლის თემაც. მაგიდაზე რჩება, მაგრამ ქართული ოცნების წინააღმდეგ ყველაზე ნაკლებად ცდილობს ევროკავშირმა ამუშაოს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა, რომელიც ყველა მოქალაქეს შეეხება. თუმცა თუ ეს ასე გაგრძელდა და თუ ამ რეჟიმმა გააგრძელა ამ ქვეყნის მართვა, ემუქრება თუ არა საფრთხე ამასაც. ესეც არის სამწუხაროდ ის საკითხი, რომლის თაობაზეც პრაქტიკულად არ იყო კონსენსუსი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული დედაქალაქები ამ საკითხის დღის წესრიგში შეტანას ითხოვდნენ, მაგრამ ვერ ხერხდებოდა სწორედ საქართველოს გულშემატკივარი პოზიციების დაყოლიება, იმიტომ რომ ითვლებოდა, რომ როგორც თქვენ და მე ვფიქრობთ, ეს დააზიანებს პირველ რიგში მოქალაქეებს და ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს, ხო, ვისთვისაც ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რომ მათ შეძლონ სერვისების მიღება, მათ შეძლონ საზღვარგარეთ განათლების მიღება, მათ შეძლონ ვთქვათ რაღაც ტიპის მინიმალ საბაზისო სერვისების მიღება, რომელსაც სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს. მაგრამ ესეც არის საკითხი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ასევე ძალიან სწრაფად ადაპტირდა და სულ უფრო მეტი მომხრეყავს ამ საკითხს. ამიტომ ისე მომახიანად ვეღარ ვამბობთ, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დადგება, ან არ იქნება მიღებული პირველ რიგში, იმიტომ რომ მას არ ჭირდება სრული უმრავლესობა და მეორე, იმიტომ რომ საქართველოს მიმართ სკეპსისი ყოველდღიურად იზრდება. მართლაც აი ყოველდღიურად იზრდება. აი გუშინ შეიძლება სხვა რაღაცას ფიქრობდნენ და დღეს უცებ რადიკალურად იცვლებოდეს პოზიციები, იმიტომ რომ ისინი ხედავენ, რომ რეჟიმის ხელში ისინი კარგავენ საქართველოს. ევროპა კარგავს საქართველოს, თუ ივანიშვილის ძალაუფლება აქ კიდევ ხანგრძლივად შენარჩუნდა და ივანიშვილში გულისხმობთ ამ შემთხვევაში კონსენსუსი ამაზეც, რომ ივანიშვილის ძალაუფლებაში გულისხმობთ რუსულ ძალაუფლებას გეოპოლიტიკურ. კი ბატონო, აი ამ პარალელის შემდგომ უნდა დავსვათ კითხვა, ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, რომ რუსული მთავარი ინტერესი ამ ქვეყნიდან განდევნონ დასავლეთი, ამ რეგიონიდან განდევნონ დასავლეთი და ეს ქვეყანა ჩამოაშორონ დასავლეთს, დატოვონ აბსოლუტურად დაუცველი რუსეთის პირისპირ. ეს არის რუსეთის ამოცანა, ხომ? რას აკეთებდა მთელი ეს წლები, ზუსტად ამ მიზნისკენ მიდიოდა და თუ შევხედავთ ოცნების რეჟიმის ხელით, მან მოახერხა ევროინტეგრაციის შეჩერება, მან მოახერხა ადამიანის უფლებების მხრივ ისე გაუარესება ამ ქვეყნის დემოკრატიის ხარისხის, რომ უკვე რეჟიმს უწოდებენ პირდაპირ ამ ქვეყნის მმართველობას, ევროკომისარმა თქვა ეს სიტყვა და საუბარია საერთოდ არა მარტო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გადახედვაზე, არამედ შესაძლოა უვიზო რეჟიმის დაკარგვაზეც, მაგრამ აქ უფრო მეტიც ვაბანგზეა წასული ივანიშვილი, როგორც ვიგებთ ამერიკის შეერთებული შტატების ჯერ კიდევ მოქმედი ელჩისგან, მას მიუწერია წერილი ტრამპისთვის, რომელიც მუქარი შემცველი იყო გვეუბნება ელჩში. და არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო აქმული ვაშინგტონშიო. აი რა მიზანს აღწევს ამითით ის? დარწმუნებული ვარ, მან იცის, რომ ასეთი წერილები არ უნდა მისწერო ტრამპს. არ ვიცი მან ეს იცის თუ არა. არ იცით, ხო? ეგეც ვერსია. ნამდვილად რთულია წარმოვიდგინოთ ივანიშვილის თავში რა ტრიალებს. მაგრამ ასეთი ტიპის წერილი ობიექტურად რომ მინიმუმ გაუაზრებელია ეს ცალსახაა და როგორც ჩანს მეტყველებს სწორედ იმ ვარაუდების ისტორიაზე, რომელიც რამდენიმე თვის უკან საქართველოშიც მუსირებდა, რომ მის ბოლო იმედს წარმოადგენდა სწორედ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტება, იმ იმედით, რომ ის შეძლებდა, ვთქვათ,
აი ამ რეჟიმის რაღაც ტიპის ლეგიტიმაციას ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის პირობებში. მან ეს ვერ შეძლო, იმიტომ რომ ამ ბრძოლას ცალსახად აქვს ძალიან კონკრეტული გეოპოლიტიკური დიმენზია, ხო? ანუ განზომილება, ანუ ეს არ არის ვაშინგტონის გადმოსახედიდან ივანიშვილით არავინ არაფერს არ წარმოადგენს, საქართველოს თავისთავად განყენებულად არ განიხილება, ეს განიხილება რეგიონულ კონტექსტში და უკრაინის წინააღმდეგ ომი განიხილება როგორც პუტინის ომი დასავლეთის წინააღმდეგ და დასავლეთის ფლაგმანი არის ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები და ვაშინგტონი, ანუ დასავლურ ღირებულებებს ებრძვის პუტინი და სწორედ ამიტომ ცდილობს ივანიშვილი დასავლეთის განდევნას რეგიონიდან და ეს არის საკითხი, რომელიც გეოპოლიტიკურ ჭრილში და რეგიონის იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოს მიღმა ყოველდღიურად პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს აზერბაიჯანში, რომელიც მიმდინარეობს სომხეთში, რომელიც მიმდინარეობს თურქეთში, სულ სხვა გეოპოლიტიკური გადალაგების პროცესია, ამიტომ აქ აბსოლუტურად არ ვიცი, გულუბრყვილო პოზიცია იქნებოდა, ვინმეს დაეჯერებინა, რომ იმიტომ რომ ივანიშვილი ახლა პუტინთან რაღაც დაახლოებული სატელიტია, მის მიმართ ვაშინგტონი რამე ფორმით ელმობიერი აღმოჩნდებოდა, იმიტომ რომ სახელმწიფოში სადაც ნარკოტრაფიკინგი სახელმწიფო დონეზეა აყვანილი, რა ვიცი, ამ რაღაც დერეფნის უსაფრთხოება აბსოლუტურად რაღაც კლანების ხელშია ჩაგდებული, შეუძლებელია იქ ვინმეს გონებოდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია საქართველოსთან მიმართებით იქნებოდა ივანიშვილის სასარგებლოდ. ამან როგორც ჩანს რაღაცნაირი იმდენად მაღალი იყო მოლოდინები სხვა რამის მიმართ და სხვა რაღაც აღმოჩნდა რეალობა, რომ როგორც ჩანს განაპირობა ივანიშვილის აი ეს რაღაც საოცარი წერილი, რომელსაც არათუ პასუხი არ მოყვა, არამედ მოყვა ის პასუხი, რომლის მიღებაც მან საერთოდ არ ისწორა, რომ იცოდა, რომ ეს ის პასუხი იქნებოდა, რომელიც სრულიად საპირისპიროა მის მოლოდინებთან. კი ბატონო, სამწუხაროდ ასეთია რეალობა. დიდი მადლობა ნინო კალანდაძეს, რომელიც გვეხმარებოდა სიტუაციის ანალიზში. მადლობა ნინო.